ძველი ბათუმის შემდეგ ქვაფენილით უკვე ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიკირწყლება. სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს. სპეციალისტები ასფალტთან შედარებით ქვაფენილის უპირატესობას რამდენიმე ფაქტორით განსაზღვრავენ. დეტალებზე პირდაპირ ეთერში თამთა მეგრელიძე ისაუბრებს. თამთა, რა გახდა გამსაზღვრელი ფაქტორი, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ქვაფენილი დაიგოს? დიახნინო, ბეტონის საფართან შედარებით მოფილაქნებული ქუჩის უპირატესობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრა. პირველ რიგში დღეს ხაზი გაუსვეს მის ეკოლოგიურ მნიშვნელობას, რადგან ასეთი სახის ფილაქნები ძირითადად ბუნებრივი ქვით იგება, რაც ერთ-ერთ ადგილობრივ საწარმოში მოეპოვება. ასევე ეს ქვა ინარჩუნებს ზაფხულის ცხელ დღეებში გრილ ტემპერატურას და იგი ასევე არის ბუნებრივი ფილტრატორი და ბათუმის ქუჩებს წვიმის დროს იხსნის დადებორვისაგან, რაც წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ჩვენი ქალაქისათვის. გარდა ამისა, ხაზი გაესვა დღეს ტურისტული ქალაქისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ვიზუალურ ეფექტსაც, როგორც გვითხრეს ევროპის ტურისტული ზღვისპირა ქალაქების უმეტესობა სწორედ ასე არის გადაწყვეტილი. ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში სამუშაო პროცესი ბოლო რამდენიმე კვირაა განსაკუთრებულად გააქტიურდა. ძველი ბათუმის მთლიანი ნაწილის დასრულების შემდეგ ქუჩების ქვაფენილით მოფენა ახლა სწორედ ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს. ის ქუჩები, რომელიც ტრანსპორტით ნაკლებად გადატვირთულია და რომლითაც ძირითადად ფეხით მოსიარულენი სარგებლობენ, მთლიანად ქვაფენილით მოიფინება. ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით ბათუმის ქუჩებში დაგებული ამ ქვაფენილის უპირატესობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრა. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში პირველ რიგში ხაზს ამ ქვის ეკოლოგიურ მნიშვნელობას უსვამენ. არანაირი გამონაბოლქვი არ აქვს, არანაირი ბიტუმთან განსხვავებით არის, სუფთა მასალა, ბუნებრივი ქვა არის. ეს პირველ რიგში ტემპერატურა არის დაბალია სიცხის დროს, ანუ ზაფხულის პერიოდში იმდენად არ ხურდება ქუჩა. შემდეგ არის ბუნებრივი დრენაჟი, იმიტომ რომ წვიმის წყალი შედის, იფილტრება, გრუნტში ჩადის და უკვე ზღვაში შედის სუფთა. სწორედ ეკოლოგიური მნიშვნელობა გახდა ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი ტურისტული ქალაქის განაშენიანების გეგმის შემუშავებისას. გარდა ამისა, ფილაქნიანი ქუჩა ზაფხულის ცხელ დღეებში გრილ ტემპერატურას ინარჩუნებს. წვიმის დროს კი ფილტრატორი ქალაქის დატბორვის საფრთხეს გამორიცხავს. ბათუმის მერი ქალაქის ქუჩების ამგვარად განაშენიანების მიზანზე საუბრისას ხაზს ქალაქის ტურისტულ მნიშვნელობასაც უსვამს. ბათუმი საკურორტო ქალაქია და ალბათ ეკოლოგიას უნდა მივახციოთ მაქსიმალურად ყურადღება. თვითონ ეკოლოგიურ თვალსაზრისით ბუნებრივი ქვა, რა თქმა უნდა, ასფალტის საფარს ჯობია. გარდა ამისა, ეს ეგრეთ წოდებული ბრუშატკა, ეს ჩვენ ფილაქანი, რასაც ვაკეთებთ, არის ბუნებრივი წყალმიმღებიც და ბათუმი წვიმიანი ქალაქია ამავდროულად და ეს ფილაქანი კიდე საშუალებას მიცემს, რომ ბუნებრივი დრენაჟირება მოხდეს და ჭარბი წვიმის წყალი მიღება მოხდეს მთელ პერიმეტრზე და არა მხოლოდ მიმღებ ჭებში. ეს მეორე დადებითი მხარე ამის და მესამე ვიზუალი. ფილაქნებს ბუნებრივი ქვით აგებენ, რაც მიწას სუნთქვის საშუალებას აძლევს. წვიმის დროს კი მოფილაქნებული ქუჩა ბუნებრივი ფილტრატორის როლს ასრულებს და ამ სახით ზღვაში ჩადენილი წყლის სისუფთავეს უზრუნველყოფს. ქვის დამზადება ერთ-ერთ ადგილობრივ საწარმოში ხდება. ფერადი ქვები კი ძირითადად მეზობელი თურქეთიდან და უკრაინიდან ჩამოაქვს. წყალს სულ გაიგონოს ეს. შევქრიშ ციგება და მაგიმეთი მასოს გაიგონოს თულებიებს. დასვასვას ყველანაირ ჯობია. პირველ რიგში ბუნებრივია. ეგა თავი და თავი. მეორე ის რომ რამე დაზიანება თუ მოხდა, ამოღება შეიძლება და მე ისევ ჩალაგება და ეს არის უგებზელწოება. მე გრილია. ასფალტთან შედარება არ არის. ასეთი სახის ქუჩებს ძირითადად ევროპის ტურისტულ ქალაქებში შეხვდებით. ბათუმის იერსახისთვის მის შესაბამისობაზე მერის არქიტექტურულ სამსახურში საუბრობენ. უკვე განსაზღვრულია, რომ ასფალტი დარჩება ცენტრალურ, რუსთაველის, გორგასალისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ქალაქის შიდა ქუჩების ძირითად ნაწილზე კი ფილაქანი დაიგება. ბათუმის ქუჩების სხვადასხვა მონაკვეთზე ფერადი ფილაქნებით სხვადასხვა სახასიათო ორნამენტები გამოისახება. ყველა ტურისტული ქალაქისთვის პრინციპში და მით უმეტეს ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელი და მისაღები ელემენტია, ერთ-ერთი სილამაზის და რაღაცა ვიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო არის ქალაქებისთვის და ქუჩებისთვის და ძალიან აი ყველაფერს თითქმის 80% ცვლის მთლიანად ქუჩის თუ ამა თუ იმ კონკრეტული თქვათ ადგილის ხასიათს და სახეს. ტურისტული სეზონის დაწყებამდე ქალაქის ქუჩების ცენტრალური ნაწილის მოფილაქნება მთლიანად უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომაც განსაკუთრებულად არის გააქტიურებული სამშენებლო პროცესი ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში, თითქმის გვიან-ღამემდე გრძელდება სამუშაოები იმისთვის, რომ ტურისტული სეზონის პიკისთვის ეს ქალაქი ტურისტებს დახვდეს ევროპული ტიპის ქუჩებით.